ზოგადად დიქტატორი ნიშნავს იმას, რომ რასაც მინდა იმას ვაკეთებ. და ჩვენ კეთილს იმიტომ ვეძახით, რომ ბევრად უარესი შეიძლება უნდოდეს და დიქტატორებს როგორც წესი მე-13 წელს მმართველობის ბევრად უარესი უნდებათ. ესე არის სამყარო მოწყობილი. მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არ ხდება ეს, სხვაგან სადაც არ უნდა შეხედოთ, დიქტატურა საბოლოო ჯამში ძალიან ცუდად თავდება და ძალიან ცუდად თავდება იმ ქვეყნისთვისაც, სადაც ეს არის მოწყობილი. მაგრამ არ ვიცი ხა შეიძლება ბატონ ბიძინას რაღაცა თავის წარმოდგენა აქვს სამყაროზე და ამ მისი წარმოდგენის მიხედვით, რავი, ადამიანების ხოცვა არ მოსულა. ყოველ შემთხვევაში აშკარად ეთყობა, რომ ეს არ უყვარს. თორე ძალაუფლება, რომელიც მას გააჩნია, რა თქმა უნდა დახოცავს ადამიანებს. ჩვენ ახლა ამ წუთას ვართ სიტუაციაში, სადაც ერთ ადამიანს ფაქტობრივად განუსაზღვრელი ძალაუფლება გააჩნია. მას გააჩნია უზარმაზარი ფინანსური რესურსები, მას გააჩნია უზარმაზარი ძალაუფლება, მის ხელში არის სასამართლო, მის ხელში არის პროკურატურა, სუსტი და ასე შემდეგ. შესაბამისად, რო გადაწყვიტოს იყოს ბევრად უფრო სასტიკი და არ მოერიდოს მათ შორის იმას, რომ ადამიანური მსხვერპლი ქონდეს, ადამიანური მსხვერპლი ექნება. მე ხო ერთი ამბავია, რომ ჯერ ეს სულ ვერ გაგრძელდება, ანუ რაც უფრო გავა დრო, რაც უფრო მეტად ადამიანები დაინახავენ რეალობას, მით უფრო მკაცრად ჭანჭეკების მოჭერა დაჭირდება. რაც ახლა ხდება. ადრე რაღაცა იყო ცოტა შელამაზებული, მანამდე კიდევ უფრო შელამაზებული, ნელა ეს რაღაცა ფერუმარილი შორდება ამ რაღაცას და ჩვენ სერიოზში ვღებულობთ რეალურ სახეს იმ სიტუაციისა, სადაც ვიმყოფებით. მაგრამ ეს სიტუაცია ჯერ კიდევ მაინც ასატანია, თქვენ აქ ლაპარაკობთ. ქუჩაში პირობითად რაც ირანში ხდება, ის არ ხდება. ამას სხვას ვერაფერს ვერ დააბრალებ. ინსტიტუციების გამო არ ხდება ეს რაღაცა. ჩვენ რო ვთქვათ, რომ ახლა ჩვენ გვაქვს ინსტიტუციები, რომელიც გვიცავს იმისგან, რომ ბიზნეს ზედმეტი არ მოუვიდეს, ეს არ არის ასე. პირიქით, არაფერი არ გვაქვს. კარბს იმედი მაქვს. მარტო ერთი კაცის სიკეთის იმედად ვართ. რამდენად სასტიკი თუ ანაკლასტიკი გახდება ის სამწუხაროდ. მე არ მინდა რომ ეს კარგი არ არის. მესმის ბატონო.